მე მინდა ვთქვა რომ მოხვეული საუბრის დრო აღარ არის. მთავარი დამკვეთი ზის უკრაინაში და ეს არის სააკაშვილის და ადეიშვილის მთელი გუნდი. და ჩვენ ამ გუნდზე უნდა ვილაპარაკოთ. ამ კვლელობასაც და ყველა წინა მკვლელობას უკავშირებ იმ გუნდს, რომელიც არის კიევში და ვიტყვი ახლა რატო უკავშირებ. ჩვენ დღეს სახეზე გვაქვს უკვე ჩვენს ქვეყანაში ტერორი. ეს არის კლასიკური ტერორი, ორგანიზებული ტერორი დამკვიდრდა უკვე ჩვენს ქვეყანაში. ეს რა თქმა უნდა კავშირში ამ ხელისუფლების ყოვლად უპასუხისმგებლო, ხას უსვამ ყოვლად უპასუხისმგებლო ქმედებებთან, უпростоრად უმოქმედობასთან, რასაც ადგილი ჰქონდა მთელი ამ 2 წლის განმავლობაში ჩვენ ქვეყანაში. მე მინდა კიდე ერთხელ თქვა ირაკლი კორძაიასთან გვაქვს ერთად გადაღებული ფილმი ქალაქში მკვლელია. მკვლელი არის ბატონებო ქალაქში, ყველა სახლთან არის მკვლელი, ყველა ეზოში არის მკვლელი და ხელისუფლებაა პასუხისმგებელი იმაზე რომ ეს მკვლელობები არ მოხდეს. უფრო ნათლად დამიკავშირო ეს მკვლელობა სააკაშვილთან. მაცმოძრაობასთან ბატონი ხარჯიანის მკვლელობა დამიკავშირო უფრო კონკრეტულად. უფრო კონკრეტულად ვამბობ. დღეს სააკაშვილის გუნდს, ადეიშვილს, იმ კრიმინალებს, რომლებიც ამ გუნდში არიან გაერთიანებული, არანაირად არ აწყობთ საქართველოში ის ხალხი არსებობდეს, რომლებიც საუბრობენ სამართლიანობის აღდგენაზე, დემოკრატიაზე, დამნაშავეების დასჯაზე. დააკვირდით, ჩვენს გარშემო ასეთი ადამიანების რაოდენობა მცირდება, მიაქციეთ ამას ყურადღება. მათი მიზანია საერთოდ დასრულდეს საუბარი ამ სამართლიანობის თემაზე. ამას გვაჩვენებს სხვათა შორის სხვადასხვა კვლევები, სადაც გვარწმუნებენ იმაში ტყუილში, რომ თითქოს 2% ჩვენი მოსახლეობის მომხრე არის, რომ დასრულდეს ხარს უჭერს უпростоრად სამართლიანობას და მეტი არა, რაც არის სისულელე და ტყუილი და მე ვამბობ, რომ სხვა არავინ არ არის დაინტერესებული გარდა სააკაშვილის, ადეიშვილის და ამ კრიმინალებისა, იმით რომ ჩემი თანაადამიანები, ბესო ხარჯიანი, იგივე ვაზაგაშვილი საერთოდ გაქრენ არენიდან და ეს მიზნად ისახავს იმას, რომ საზოგადოება დაშინდეს, ხმა არავინ არ ამოიღოს, ვინც წინ გადაეღობება. ანუ ამ შემთხვევაში თქვენ ლაპარაკობთ, რომ პირადად იყოს პოლიტიკური ჩემ შემთხვევაში არ არის პოლიტიკური დაკვეთა. რა თქმა უნდა პოლიტიკური დაკვეთა, მაგრამ ამათ რა მინდა იცით უთხრა, ეხა მე ვიცი რომ გვისმენენ. და მე ვიცი რომ გვაკვირდებიან. თქვენი არავის არ ეშინია და ყველა ის ადამიანი, რომელიც ეხლა ამ კვლელობებს გეგმავს კიევში, აი ხელს გადებ მიხეილ სააკაშვილო, ხელს გადებ ადეიშვილო და ხელს გადებთ ყველას, ვინც მილიარდები იშოვეთ უკვე უკრაინაში და ამ მილიარდებს ამ პოლიტიკური მკვლელობების დაკვეთაში ხარჯავთ და თუ ხელისუფლება არ გააქტიურდება, კიდე 3 ტრუბს დადებენ. აი ამაზე ვლაპ მინიმუმ. მე ვამბობ ამას და არ ვამბობ ჰაერში და ხელისუფლებაზე მათქმევინეთ და გავჩუმდები. კი ბატონო, ბრძანეთ და დღეს აი ხელისუფლებას ამ წუთებში მე და ჩემი გუნდი, ჩემი თანამოაზრეები, ყველა მოუწოდებთ სასწრაფოდ შეკრიბოს, უშიშროების საბჭო იქნება თუ ძალოვანი სტრუქტურები, ყველა შეკრიბოს და პირდაპირ მიცეს ამ ხალხს დავალება დაიწყონ მოქმედებები, რასაც თავის დროზე ისრაელი ახორციელება. ძალიან ზუსტად და ნათლად ვიტყვი, რასაც თავის დროზე ახორციელებდა ისრაელი, არგენტინიდან რომ ყურებით ჩამოყავდათ დამნაშავეები და ასამართლებდნენ, მერე იღვიძებდნენ იერუსალიმის სასამართლოში. მე მოუწოდებ ხელისუფლებას, დავალება მიცეს ამ ხალხს, თორე იმ ზონდერების გარდა, რომლებიც ამ ხელისუფლებამ დანიშნა სხვადასხვა ძალოვან სტრუქტურებში და რა პრეტენზიაც ჩვენ გვაქვს მათთან, ამ სტრუქტურებში საბედნიეროდ მუშაობენ ნამდვილი მამულიშვილები და წესიერი ხალხი, ვინც მზად არის თავის თავზე აიღოს ესა და რაც გოლდა მეიერმა გააკეთა მისი სამშობლოში. გაკეთდა ისტორიაში მხოლოდ ერთხელ, მეტი არ გაკეთდება. ჩვენც უნდა გავაკეთოთ, რომ გოლდა მეიერმა როგორც გამოუცხადა, აი ეს რო იყო ბრძოლა გამოცხადებული ტერორისტების წინააღმდეგ 20 წლიანი, აი ეს ტერორისტები ესე ყურებით უნდა ჩამოვათ რიო და გავასამართლოთ საქართველოში. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა, მე ხელისუფლება ერთიც ამას ვერ აკეთებს. აი აქავართ ის ხალხი, ვინც მაგათ ჩამოვიყვანთ. და ვინც აქ აი ჩამოვიყვანთ ზუსტად იმ მეთოდებით, როგორც ისრაელი დაძდევდა ყველგან დამნაშავეებს. მაგრამ ხელისუფლებამ თქვა, თქვენი საქმე არ არის ესა. ჩამოვიყვანთ აქ, მე ვამბობ ამას სრული პასუხისმგებლობით, მაგრამ ხელისუფლება იყოს მზად იმისთვის, რომ ისინი უნდა გასამართლდნენ. დიდი მადლობა. ხელისუფლებამ გვითხრა ზღიად, რომ არ შეგვიძლია და დაგვეხმარეთ ამ საქმეს.